დილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუს რუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. დღეისთვის აქტუალურ საკითხებს კი ნუგზარ წიგლაურსა და ლაშა ტუღუშთან ერთად შევაფასებთ. საქართველოს სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის არსებითი განხილვა იწყება. საქმე ეხება საქმეს, რომელზეც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული. არის თუ არა საფუძველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმიანობა და პოზიციონირება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად შეფასდეს. ეს ერთ-ერთი თემა იქნება, რაზეც ჩვენ სტუმრებთან კითხვებს დავსვათ, თუმცა ვიდრე ისინი შემოგვერთებიან, გადავხედოთ ყოველ სიახლეებს. ილიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები მოითხოვენ გაუქმდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება. მანიფესტს ხელი მოაწერეს სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა. აქციის მონაწილეებმა 9 მარტს აქცია მსვლელობაც დაანონსეს, რომელსაც სტუდენტების ინფორმაციით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. მთავრობამ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცანულოვანი კვოტა განისაზღვრა საკურიერო მომსახურებასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე. დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. 26 თებერვალს ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. როგორც საერთაშორისო მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითი უწყება შეხვედრაზე ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის დეტალურ წინადადებას განიხილავენ. ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული წინადადების მიღებას სამშაბათისთვის ელოდება. როგორც მედია აწერს, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია, რომელსაც ტრამპი ირანს მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიგლაური იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ნუგზარ და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონო ნუგზარ, აი გავყვეთ აქტუალურ საკითხებს და პირველ რიგში საბჭოთა ოკუპაციის მძიმე წარსული, აი დადგა თებერვლის ბოლო, როცა ყოველ წელიწადს ვიხსენებთ სწორედ საბჭოთა ოკუპაციისას დაღუპულებს. 19 თებერვალს გავიხსენეთ მარო მაყაშვილი, დღეს იუნკერთა ხსოვნას მივაგებთ პასუხს, პატივს, ხოლო 25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიისთვის, დღე როდესაც საბჭოთა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. ბევრი წლის შემდეგ საქართველოსმა მოიპოვა თავისუფლება, თუმცა აი წლების მერე 30 წელზე მეტია გასული, ბევრი ამბობს, რომ ეს თავისუფლება და სუვერენიტეტი ახლა ისევ საფრთხის ქვეშა. აი გადავხედოთ, მოდით კიდევ ერთხელ ისტორიასაც და შევაფასოთ დღევანდელობაც. რამდენად ვისწავლეთ წარსულის გაკვეთილებიდან და რა არის ის საფრთხეები, რის წინაშეც უკვე დღეს არის ჩვენი ქვეყანა. არის ერთი ცნობილი ნათქვამი, რომ ადამიანები ისტორიიდან სწავლობენ იმას, რომ მუდმივად იმეორებენ იმ შეცდომებს, რომლებიც მათ აქვთ დაშვებული. მე მგონია, რომ ეს მარადიული ისტორია არის ერთის მხრივ გმირობის, პატრიოტიზმის, ქვეყნის დაცვის და მეორეს მხრივ ამავე ქვეყნის ღალატის და ქვეყნის მტრებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის შესუსტების. რა თქმა უნდა, ის დღეები არის ტრაგიკულით და ამავე დროს სიამაყით აღავსებს ყველას, როდესაც ქართულმა იუნკერებმა, ქართულმა ჯარმა, თქვენს მიერ ნახსენებმა მარო მაყაშვილმა თავის მთელი ისტორიით მისი დღიური დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც შეეძლოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და დღესაც აი ლაიტმოტივი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გახლავთ, სწორედ ერთის მხრივ რუსეთის წინააღმდეგ აღდგარი ქართველი ხალხი და მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც იცავენ სწორედ რუსეთის ინტერესებს. ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ მარო მაყაშვილის დაღუპვის დღეს ერთმა ქართული ოცნების პროპაგანდისტმა თქვა, რომ მაშინაც მარო მაყაშვილიც მოკლა ქართულმა ხელისუფლებამ 100 წლის წინ და ანწუხელიძეც მოკლა ქართულმა ხელისუფლებამ. აი ეს არის ქართული ოცნების პოზიცია, ეს არის ის ბერბიჭაშვილობა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და ის როგორ ადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს იმაში, რომ ისინი იცავდნენ ქვეყანას, როგორ ადანაშაულებენ გმირებს იმაში, რომ ისინი იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ერთის მხრივ არის ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავისი ცნობილი მოწოდება შეიარაღდით
მიმართა სტუდენტებისაკენ და უთხრა რომ არის დრო, როდესაც თქვენ განათლებას იღებთ, არის დრო, როდესაც აუდიტორიებში ხართ, მაგრამ ქვეყანაში ასევე დგება დრო, როდესაც დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე და თქვენ უნდა წახვიდეთ ფრონტზე. აი ეს არის ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტის სახე და მეორეს მხრივ ის გამონათქვამი ეკუთვნის აი ამ პროპაგანდისტ უცნობს, რომელმაც საქართველოს დააბრალა მარლ მაყაშვილის დაღუპვა. აი ეს არის მე მგონია მართლა დრამატული განსხვავება ადამიანთა იმ ორ ჯგუფს შორის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბატონო გზა, რაც შეეხება იმას დღეს სად მიდის საქართველო და დღეს როცა დასავლეთთან ფაქტობრივად ჩახსნილი გვაქვს ურთიერთობები, რა რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით რუსეთიდან რა ტიპის საფრთხეები გველოდება და ეხლა ევროპა ამერიკასთან დაპაუზებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე საინტერესოა ეს საფრთხეები ხომ არ არის უფრო და უფრო მზარდი. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამოცანა, თუ ამ დამოუკიდებლობას არ ყავს ადეპტები, მხარდამჭერები ქვეყნის გარედან, თავისუფალი სამყაროს მხრიდან. თუ არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების ძლიერი ინტერესი, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ქართულ ხალხს ძალიან გაუჭირდება მიაღწიოს ამ დამოუკიდებლობას. და მიზეზი გახლავთ სწორედ თქვენს მიერ ნახსენები რუსეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ძალიან ბევრი ერის წინააღმდეგ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ანადგურებს მის დამოუკიდებლობას. რუსეთი შეიჭრა უნგრეთში, რუსეთი შეიჭრა პოლონეთში, რუსეთი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სულ ახლახან მოლდოვაში და უკრაინის ამბები ყველასათვის კარგად არის ცნობილი, როდესაც ასეთი მოწინააღმდეგე ყავს შენი დამოუკიდებლობის, მუდმივად უნდა ეძებდე პარტნიორებს იმისათვის, რომ მოხდეს დაბალანსება ამ რეგიონში. ქართული ოცნება რას საკეთებს არის ის, რომ ყველა ჩვენს მეგობართან შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა ჩვენს მეგობართან იზოლირებული არის ახლა და ამიტომ ის გამოხატავს ქართველიერის ინტერესების საწინააღმდეგო ინტერესს. უშუალოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მინდა ჩაგეკითხო და რატომ? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დიპლომატი ვალერე ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე, როცა მოსკოვის ხელიდან ეცლება აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთს საქართველოზე მორიგი შემოტევისთვის მიეცეს დამატებითი мотиваცია. პროცესების ასე განვითარების რისკი რამდენად მაღალი შეიძლება იყოს, ანუ რამდენად შეიძლება მივიდეთ რეალობამდე, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელიც, ვიცი, თავს იწონებს იმით, რომ აქვს მშვიდობის პოლიტიკა, მორიგი, ასე ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს და ცხელი ომი მივიღოთ მოსკოვთან. ამ წუთისათვის რუსეთს ყავს თავისი საგუბერნიო, თავისი გუბერნატორი საქართველოში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ველოდოთ ასეთ განვითარებას, იმიტომ რომ ყველა ინტერესი, რომელიც რუსეთს აქვს, რეალურად აქ ისედაც წარმოდგენილი არის. მაგრამ ასევე არსებობს ქართული ხალხის წინააღმდეგობა, ჩვენ ამას ყველანი ვხედავთ. დიახ, რუსეთი რეგიონში სუსტდება, ახალი ეკონომიკური ვითარება არის, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც ვადევნებ თვალყურს და თქვენს მიერ ნახსენები აზერბაიჯანი და სომხეთის საკითხი, მათ შორის აი ზანგეზურის კორიდორის გახსნა, ირანის დასუსტება, ასევე ჩვენი ქვეყნის სამხრეთ სულ უფრო და უფრო ასუსტებს რუსეთს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ერთადერთი მიმართება ევროპულ ქვეყნებთან უნდა იყოს მეტი ინტეგრაცია, მეტი ურთიერთობების აწყობა, დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, მაგრამ ასევე ძალიან კარგად ვხედავთ, რომ იმის მაგივრად, რომ იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ინგლისთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონდეს ამგვარი ურთიერთობები, ქართული ოცნება ერაყის ქურდისტანს, ბოტსვანას, ირანს და რა ვიცი, სხვა აი ამ ტიპის ქვეყნებთან ამჯობინებს ურთიერთობების გაღრმავებას. ბატონო გზა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ, მით უფრო რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის არსებით განხილვას იწყებს და ვიდრე კითხვას დაგისვამთ, მაყურებლებს გავახსენოთ, რომელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს ქართული ოცნება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულში. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე,
ბადრი ჯაფარიძე და ერნე ხოშტარი. აი რა გაქვთ სათქმელი, რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ახალი საქმეები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როდესაც ისინი არაერთ გზის გაუშვა უკვე ციხეში და რიგი პოლიტიკოსი ამ დრომდე გისოსებში იმყოფება. საერთოდ სიტყვა საბოტაჟი ყველაზე პოპულარული არის ტოტალიტარულ ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი ნამდვილად ლიდერი იყო და ჩვენ გვესმოდა სულ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომ აი ვიღაცა საბოტირებას უწევს. რატომ აკეთებენ ასე? იმიტომ რომ ტოტალიტარულ სისტემას არ შეუძლიათ მართონ ეკონომიკა, მათ არ შეუძლიათ კეთილდღეობის დამყარება თავის ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამიტომ სულ მუდმივად ჭირდებათ მტრის ხატი. რომ აი ვიღაცა არსებობს, ვიღაც წერი არსებობს, რომელიც ხელს უშლის, რომელიც წვავს, რომელიც ანადგურებს, ცნობილი საქმეები იყო, ხო, საბჭოებში, რომ მარცვლეულს თითქო და ანადგურებდნენ ადამიანებიცაც უყიდებდნენ სხვადასხვა. აი ესეც არის ახლა აი ამ ძალიან მწარე მემკვიდრეობის გაგრძელება. ხელისუფლებას არ შეუძლია ურთიერთობების დამყარება ცივილიზებული სამყაროს არც ერთ წარმომადგენელთან, ამიტომ უნდა ამოარჩიოს ახლა ადამიანები, რომლებიც თითქოს და ხელს უშლიან მას და საბოტირებას უწევენ რაღაც გარკვეულ პროცესებში. ცხადია, ეს არის პოლიტიკური აბსურდის თეატრი. აქ არაფერი არ არის სიმართლესთან დაკავშირებული ამ ადამიანებს, ვიცით რომ არანაირი საბოტირება არაფრისთვის არ გაუწევია და თუ ვინმე საბოტაჟი და რაღაც განახორციელა ქართული ხალხის მიმართ, ეს არის თვითონ ხელისუფლება. ქართულ ოცნებას განსაკუთრებით უჩენს კითხვებს საერთაშორისო ფლანგზე ქართული პოლიტიკოსების აქტიურობა და პრინციპში თქვენი მხრიდანაც ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდანაც კეთდება ღია განცხადებები, რომ ერთ-ერთი რაზეც აქტიურად მუშაობთ, ეს არის პარტნიორების მხრიდან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დასანქცირება. თუმცა, აი რა მინდა გკითხოთ, თუ კი სანქციები წამოვა დასავლელი პარტნიორების და სახელმწიფოების მხრიდან, ეს იქნება დასანქცირება საკუთრივ ქართული ოცნების თუ ეს ამავე დროს ნიშნავს ქვეყნის დასანქცირებასაც? მე არ ვიცი ზუსტად როგორი იქნება შინაარსი, იცით რომ ორი მოდელი განიხილება, ერთი არის ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირება იმ ნაბიჯების გამო, რომელიც მათ ქართული ხალხის წინააღმდეგ გადადგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მმართველობის უფლებას და უფრო ძარცვის უფლებას, ასე ვიტყოდი, ჩვენს ქვეყნის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების დაზიანდებიან. ეს არის 2-4 შეუძლებელია იყოს, რომ ქვეყანა მიცხოვროს სხვა ცხოვრების წესით და ქვეყნის მმართველობა იყოს ზუსტად ამ ჭრილში არის ქართული ოცნება, ქართული პოლიტიკოსების ესე ვთქვათ შეხვედრებს კომუნიკაციას დასავლელ პარტნიორებთან საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეხვედრები კი არ არის პრობლემა, რეალობის ზუსტად მიწოდება კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის თვითის რეალობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის. ლაპარაკი იმაზე ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან რომ გაზი იქნა გამოყენებული მომიტინგების წინააღმდეგ, ეს კი არ არის პრობლემა. პრობლემაა თვით გაზის გამოყენება. ადამიანების ცემა, ადამიანების ციხეში გამოკეტვა პოლიტიკური ნიშნით. პრობლემა არის თვითის სასამართლო პროცესი, რომელზეც ახლა თქვენ ბრძანებთ და რომელიც რაღაცა მითიურ საბოტაჟს ეხება. პრობლემა არის დამტრეული ჟურნალისტები აქციებზე. პრობლემა არის მსახიობები ციხეში, მეცნიერები ციხეში. პრობლემა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის, ბანის პატაბურჭულაძის ყოფნა ციხეში. აი ეს არის ის პრობლემები. პრობლემა არის გაყალბებული არჩევნები და ყოველ საარჩევნო ბიულეტენზე დასმული დაღი ქართული ოცნების მიერ. და არა ის, რომ ამაზე ისაუბრებ. სხვათა შორის ამ კონტექსტში იცით, რომ ეუთომ უკვე დაიწყო ვენის ან ასევე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, აქ იმყოფებიან ექსპერტები, რომლებიც იკვლევენ ყველა იმ საკითხს, რომელიც ადამიანის უფლებების შელახვას უკავშირდება. უნდა ვთქვათ, რომ სულ 17-ჯერ აღიძრა ეს მექანიზმი და 10-ჯერ ბელორუსიის და რუსეთის წინააღმდეგ ეუთოს მხრიდან. და ნუ მე-11 არის ახლა საქართველო, რომელიც შეუერთდა ამ რუსეთს და ბელორუსიას. ჩვენ შევხვდით, რა თქმა უნდა, მათ წარმომადგენლებს გადავეცით ყველა ის მასალა, რომელსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. და
როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი რაღაცა რატომ გადაეცით მასალები, რატომ ესაუბრები დასავლეთ პარტნიორებს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს წარმოგვიდგენია არა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ბოტსვანას გარემოცვაში, არამედ სწორედ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან თანამშრომლობით. ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის განვითარება. ну მათ წარმოუდგენიათ სხვანაირად და ამიტომ არის ეს მართლა დრამატული დისონანსი ოპოზიციის მიმართებებსა და ქართული ოცნების პოზიციის შორის. კეთილი, აი ოპოზიცია ახსენეთ და მოდით ახლა ცოტა დრო თვითონ ამ სპექტრზე ვისაუბროთ თქვენზე ოპოზიციაზე და გითხარით თქვენს ფლანგზე რა ხდება და რითი ხართ დაკავებული. ხო, ვიცით რომ ქცევის საერთო წესებზე მსჯელობს 7 ოპოზიციური პარტია და ითქვა ისიც რომ ამ წესებზე შეთანხმდით, თუმცა ჯერ კიდევ არაფერი იცის ამ დეკლარაციის შესახებ, როგორც მედიამ, ისე მთლიანად საზოგადოებამ. აქამდე გვესმოდა რომ ელოდებოდით ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, თუმცა ის უკვე გარეთაა. შესაბამისად, რატომ ჭიანურდება და გაჭიანურდა ეს პროცესი ასე? მართალია რომ ქცევის საერთო წესებზეც იქნება შეთანხმება, მაგრამ ეს არის პირობითად ასე ვთქვათ, მეორე დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი არის პოლიტიკურ მიზნებთან თანხმობა. ეს არის სოლიდურობა, ეს არის შეთანხმება საერთო მნიშვნელოვან საკითხებზე. მე პირდაპირ გეტყვი და ალბათ თქვენი სტუმრების ყოფილა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ ადამიანებში, იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც ახლა ოპოზიციურ ერთობას კრავენ, არიან ისეთები, რომელთაც სურთ, რომ აი პარტიების იდენტობა იყოს უფრო შემცირებული და საერთო რაღაცა პოლიტიკური კავშირი შედგეს, მაგრამ არიან ისეთები, რომელთაც პირიქით სურთ, რომ გამოკვეთონ თავიანთი პარტიული იდენტობა. ეს არიან განსაკუთრებით ახალი პოლიტიკური პარტიები, მაგალითად თავისუფლების მოედანი, რომელიც არის ძალიან სიმპათიური ადამიანებისაგან შექმნილი პოლიტიკური კავშირი, ის სულ რამდენიმე თვე არის რაც შეიქმნა და ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მათ სურდეთ დაანახონ ქართულ ამორჩეულს, მათ აქვთ რაღაცა განსხვავებული, უფრო ახალი, უფრო მნიშვნელოვანი სათქმელი. არიან ძველი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აი ამგვარი ეს იდენტობის საკითხები უკვე გამოკვეთილი აქვს. ამიტომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არის და აი ამ მოსაზრებებს ჭირდება შეთანხმება. ეს არის პასუხი იმაზე, რატომ გაჭიანურდა. თუმცა მე ვფიქრობ და ამას ახლა ვაცხადებ, რომ არის ისტორიული პასუხისგებლობა პოლიტიკური პარტიების, რომ ახლა მოახერხონ შეთანხმება იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის. გასაგებია, რომ ვიღაც არის მემარცხენე, ვიღაც არის მემარჯვენე, ვიღაცას განათლების სისტემის მოდერნიზება ასე წარმოუდგენია, ან ვიღაც ეკონომიკაში რაღაცა სხვა ტიპის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ორიენტირების შესაძლოა ჩვენ გქონდეს განსხვავებული, მაგრამ არის ფუძემდებლური საკითხები. ეს შეეხება დიქტატურას ქვეყანაში და ეს შეეხება ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს. ეს შეეხება ცივილიზაციურ არჩევანს. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცნაირად უკან უნდა დავწიოთ ჩვენი პირადი პარტიული ამბიციები იმისათვის, რომ აი ამ ტიპის ერთობა შედგეს. ერთობა და გაერთიანება მაინც უნდა შედგეს თქვენი პოზიცია ასეთია. მე მგონი, ოღონდ იმ საკითხებზე შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერზე ვერ შედგება ერთობა. ნუ ვერ ვიტყვით ახლა, რომ ყველა პოლიტიკოსი მაღალი უნდა იყოს, ან ყველაფერზე ერთობა ვერ შედგება, ხო? უნდა შედგეს იმ საკითხების გარშემო, რომელიც არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მეტად რაც აინტერესებს აუცილებლად უნდა დაგისვათ კითხვა ლელოს და გახარიას პარტიის პოზიციაზე, თავისუფლების მოედანიც ახსენეთ თქვენ, თუმცა ამ ორ ძალაზე გავაკეთებ მოდით აქცენტს, რომელთა პასუხიც არის არა ოპოზიციური გაერთიანების შეთავაზებაზე. აი მაგალითად უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ლელო ამბობს, რომ ყველა პარტიის ერთ ნავში ჩაჯდომა აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება მხოლოდ კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით. რაც შეეხება გახარიას პარტიას, იქ ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია ნაციონალური მოძრაობის წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. რას უპასუხებთ ერთსაც და მეორესაც ესე მარტივად გითხავთ? გახარიას გუნდი თავისი დაპირებების საწინააღმდეგოდ შევიდა პარლამენტში, ამით აღიარა ლეგიტიმაცია იმ გაყალბებული არჩევნების, რომელსაც არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, გარდა
სხვა შორის ვენესუელისა და ის ვენესუელის პრეზიდენტის მოგეხსენებათ ციხეში არის ახლა მადურო ხო ამიტომ გახარიას გუნდი არის სხვა საკითხი მასთან არასოდეს არ მიმდინარეობდა არანაირი საუბარი ამ ოპოზიციურ ერთობაში გაწევრიანებაზე, იმიტომ რომ გასაგებია რომ მათ აღიარეს რაღაცა ივანიშვილის მმართველობის პრიმატი და ფიქრობენ რომ ივანიშვილის სივრცეში შესაძლოა მიაღწიონ რაღაც წარმატებების და ქართული ხალხის ინტერესების გამოხატვას. ამას კატეგორიულად არასდროს არ ვეთანხმებოდით და ამიტომ ამ გუნდთან არანაირი მოლაპარაკებები არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის მხრიდან არ მონაწილეობდა. ეს ასე რომ ვთქვათ, ეს არის ივანიშვილის რაღაცა პოლიტიკური სისტემის ნაწილი, სისტემური ოპოზიცია. რაც შეეხება ლელოს ხანდახან მიკვირს ეს სიტყვები, რომ ვიღაცა იძულებით, ვიღაცას აიძულებს ერთნავში ჩაჯდომას და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიული და ეროვნული ალტერნატივა ახლა არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი როგორც ქართული ხალხისათვის, ისევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის. ყველა ხედავს ქართული საზოგადოებაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გადააბიჯა ყველანაირ ზღვარს, შელახა ყველა დემოკრატიული უფლება. ინტერვენცია მოახდინა თვით განათლების სისტემაში, სტუდენტები გამოყარა აუდიტორიებიდან და მაგალითად ილია უნი, სადაც 17000 ადამიანი სწავლობდა, ხა შეამცირა მისი კვოტები ისე, რომ რაღაც 900 ადამიანის მიღების უფლება მისცა. და ამიტომ ყველა ელოდება ახლა რომ ისტორიულ პასუხისგებლობას აიღებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იტყვიან რომ ჩვენ შორის არის განსხვავებები, ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ხალხი, ჩვენ ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, მაგრამ გვაქვს ძალა, როდესაც ეხება საქმე საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, ფუნდამენტურ ღირებულებებს, დემოკრატიას, რომ აი ამ საკითხებზე ჩვენ შევთანხმდეთ. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება ჯერ ერთი შედგება და ამ დოკუმენტს ყველა ნახავს. შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც არ შეუერთდება ამას, უნდა თქვას, რომ აი რა მიზეზი იყო, რომ ასეთ ლიბერალურ დოკუმენტს, ასეთ თავისუფალ დოკუმენტს არ შეუერთდნენ ისინი. მიზეზებს, რის გამოც მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ანუ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის რანგში მუშაობის გაგრძელების. გასაგებია, მანამდე ამბობდნენ რაღაცა პარტიული იდენტობას გვაკარგვინებსო. აქ არ არის საუბარი პარტიული იდენტობაზე. მე პირადად წეგანაც გითხარით, რომ არიან პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი კიდევ უფრო მეტი ერთობა უნდა შედგეს, რაღაცა ერთიანი სტრუქტურა უნდა იყოს პარტიული ლამის და მე არ ვარ პირიქით ამის მოწინააღმდეგე. კიდე ერთი კითხვა უკავშირდება სწორედ იმას, რამდენად შესწავლილია თვითონ საზოგადოების განწყობები, ანუ რამდენად არის მოქალაქეების დაკვეთა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთნავში ჩასხდომა ისევ კიდევ ამ შედარებას პოლიტიკური საზოგადოების დაკვეთა ვერ იქნება უნიფიკაცია. საერთოდ არ არის ხალხის ნება და იქნება საერთოდ არ უნდა ხალხს. არა, პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქალაქეების დაკვეთა ვერ იქნება უნიფიკაცია, რომ ყველა ერთნაირი გახდეს, რომ ყველა ერთი ენით ლაპარაკობდეს. მაგალითად, გუშინ თქვენ ნახეთ, აი ბიძინა ივანიშვილს ულოცავდნენ ქართული ოცნების ლიდერები და აღმოჩნდა, რომ ეს მილოცვაც იყო მესიჯ ბოქსით გავრცელებული. ერთი და იგივე სიტყვებით მიულოცა 7 თუ 8 რა ვიცი, გუბერნატორმა, პარლამენტის წევრმა და შემდეგ. ასეთი რამ არავის არ უნდა, ასეთი უნიფიკაცია არავის არ უნდა. პირიქით, ყველა ფიქრობს, რომ მრავალფეროვნებაში, პლურალიზმში არის ჩვენი ძალა. და ამიტომაც არის, რომ ამ პოლიტიკურ დოკუმენტში არსად არ წერია, რომ რომელიმე პარტია კარგავს თავის იდენტობას. ამ პოლიტიკურ დოკუმენტში წერია, რომ რაც გვაერთიანებს, იმის გარშემო შევთანხმდეთ. შევთანხმდეთ რაციონალიზმზე, შევთანხმდეთ ტრადიციაზე, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის დასავლური სამყაროს ნაწილი, რომ ქრისტიანული კულტურა არის განმაპირობებელი მთელი ჩვენი ისტორიული გეზის. აი ამაზეა ლაპარაკი. ეხლა თუ რომელიმე პარტიას, მათ შორის ლელოს წარმოუდგენია, რომ ამ საკითხებზე არ შეიძლება შეთანხმება პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ არანიშნის მოგებით ნამდვილად, მაგრამ ასეთივე პოზიცია ჰქონდათ მათ მაშინ, როდესაც ამბობდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეთ
და იქ დაკარგეს თავიანთი ამორჩევლის ნახევარზე მეტი. მე არა მაქვს არავითარი სურვილი, რომ ლელუმ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერი დაკარგოს და ასეთი საინტერესო პოლიტიკური ძალა მთლიანად დაიწიშოს. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს მინდა რომ შევაფასოთ მსახიობების პროტესტი. იცით რომ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი დატოვა რამდენიმე მსახიობმა მას შემდეგ, რაც აქციებზე დაპატიმრებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, ასე ვთქვათ, თეატრის შენობის ფასადიდან. შეაფასეთ ეს ამბავიც. რას ამბობდა ერთი მხრივ თავად ანდრო ჭიჭინაძის პლაკატი, რომელიც თეატრის შენობაზე ერთი წლის განმავლობაში იყო გადმოკიდებული და მეორე მხრივ რა უნდა ითქვას მსახიობების ამ ერთი ჯგუფის უწყვეტ პროტესტზე, რომელთა ახმაც ერთ წელზე მეტი არ ესმის არც კულტურის სამინისტროს და არც მთლიანად მთავრობას. ისე განსხვავებული აზრი საძულელი არის ყველა დიქტატურისათვის. ეს არის რაღაცა აქსიომატური ჭეშმარიტება. ვერც ერთი ასეთი ხელისუფლება ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და როდესაც თუ სადმე გამოითქმება ეს განსხვავებული აზრი, ეს აზრი უნდა მოისპოს, ამაზე უნდა შეტევა განხორციელდეს და ამას ვხედავთ ილიას უნივერსიტეტშიც, ამას ვხედავთ მსახიობების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებშიც და ყველაფერში, რასაც ეს ხელისუფლება და მათ შორის აი დღევანდელ სასამართლო პროცესში, სადაც საბოტირებას აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს იმისათვის, რომ მათ გააკრიტიკეს ხელისუფლება. ჩემთვის ყოველთვის არის აღმართოვანებელი ის, როდესაც ადამიანს შეუძლია პატრიოტიზმი, როდესაც შეუძლია მეგობრის მხარდაჭერა და მით უმეტეს თუ ეს ბრძოლა გრძელდება აი ამდენი ხნის განმავლობაში. ამიტომ ცხადია, რომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ ყველა თავისუფლების მოყვარულმა ადამიანმა, სხვა ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამ თვალსაზრისით აი ამ თეატრში მომხდარი მოვლენები, მათ შორის ეს პლაკატი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში და ეხლა ეს პროტესტი არის დიდი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი და ჩემ ხარდაჭერა ამ ადამიანებს. ბატონო გზარ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიწევთ დრო და იყავით ჩვენი სტუმარი. გზარ ციკლაური პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუში გვერდდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუშია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ შემოგვედი. მადლობა მოწვევით. ბატონ ლაშა, დღეს 23 თებერვალია, ქართული საზოგადოება კოჯორ ტაბახმალის ბრძოლებში დაღუპული იუნკერებს იხსენებს, ისე როგორც 25 თებერვალი არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საბჭოთა ოკუპაციის დღე. ამიტომ მოდით გაცემს ეს ნაწილიც გავხსნათ ერთი მხრივ ისტორიის კიდევ ერთხელ შეფასებით და მეორე მხრივ დღევანდელ გამოწვევებზე საუბრით. აი რას გვასწავლის ისტორია, მათ შორის როგორი ურთიერთობა სჯობს უშუალოდ რუსეთთან. უნდა შევხედოთ როგორც მტერს თუ ვიცი უკეთესია პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატულს არქმევს და ამავე კონტექსტში კიდევ ერთი ასეთი პრაგმატული პოლიტიკის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის უფრო გამტკიცებული თუ პირიქით უფრო შესუსტებული. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო შეკითხვა. პირველ რიგში ისინი იყვნენ გმირები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. იუნკერებზე როცა საუბრობთ, ეს სწორედ ის ხალხია, ვინც საკუთარი სიცოცხლეზე მეტად საკუთარ სამშობლოს აფასებდნენ და სამშობლო იყო მათი თავარი. ამიტომაც გაწირეს თავი. ეს ძალიან დიდი ისტორია, მე მგონი, ჩვენი ქვეყნის, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს გმირი და რას ნიშნავს ანტიგმირი და ხა ჩვენთან რასაც ხადაგებს ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც დღეს ფაქტობრივად მართავს ამ ქვეყანას, არის სწორედ ანტიგმირობა და ანტიგმირობას ასხამენ ხოტბას, როდესაც სახელს არ ვარქმევთ
იმას ასაც უნდა დავარქვათ სახელი. რუსეთი არის მტერი. და როდესაც პრაგმატიზმი ნიშნავს, რომ დაივიწყო საკუთარი გმირების ისტორია, ეს არის ის, რასაც მე ვამბობ, ანტიგმირებისთვის ხოტბის შესხმა და ამ იდეისთვის ხოტბის შესხმა. ჩვენ უნდა ყოველთვის თქვათ სიმართლე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავახალისოთ ომი ან რაღაცა ასე თქვათ უაზრო პოლიტიკაში ვიყოთ, მაგრამ არ უნდა წავახალისოთ, რასაც ხშირად ბოლო დროს ვისმენთ, პარადოქსულია ხანდახან ჩემთვის ამის მოსმენა, როდესაც ამის ნიველირება ხდება და ზოგჯერ გავიგებთ ხოლმე, რომ ჩვენი გმირები თურმე ტყუილად შეეწირნენ სამშობლოს. გულისხმობთ განცხადებებს, რომ მაგალითად მარო მაყაშვილი რუსებმა კი არ მოკლეს, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ისე როგორც გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებაში აქვს მაგალითად ქართული ოცნების ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, ერთ-ერთ ლიდერს, თეა წულუკიანს კითხვა, რატომ არ არის ანწუხელიძე დღეს სახლში და ამაზე ამბობს, რომ ის უაზროდ განწირულია ვიღაცის პიარისთვის. ამ ტიპის განცხადებებს გულისხმობთ. ანუ რას ვადევნებთ ახლა თვალს? ამ კონტექსტში კითხავთ, ეს არის საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობა, შეგვიძლია ამ ამბავს ასეთი ფორმულირება და შეფასება მივცეთ? იცით, ეს არის ძალიან მდარე ხარისხის პროცესი. არ მგონია ვინმე შეძლოს საქართველოს ისტორია გადაწეროს, არ მგონია ვინმე შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე ასე თქვა დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ამას ვერავინ შეძლებს, სადაც არ უნდა იყვნენ პარლამენტში, სტუდიაში, გეიმში, ნავში, ცხენზე, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ისინი ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ქართველები დიდარი ხალხია და სწორედ დიდარი იმით რომ ყავდა გმირები. მათ შორის ყავდა ანტიგმირებიც, მაგრამ ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა დარწმუნებული ვარ ამას ვერ შეცვლობს. ბატონაშა, ეს თემა რომ ამოვწუროთ, ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების მისამართით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ხშირად გამოყენებული ეპითეტი. თქვენ რამდენად ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება არის რუსული და აკეთებს რუსულ საქმეს, იმიტომ რომ ამავე საკითხზე კომენტირებისას ისმის კიდევ ერთი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება არც პროდავსავლურია და არც პრორუსული და რომ მისი პოლიტიკის მთავარი ამოცანა და მიზანი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მეტი არაფერი. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და აქედან გამომდინარე ვიმჟელოთ ასევე იმ პოლიტიკაზე, რადგან ხშირად ვჟელობთ ხოლმე. მაგალითად, რას ნიშნავს და რა აღიარებულება აქვს დღეს ჩვენთვის დემოკრატიას, ხო? ჩვენ რატო გვჭირდება დემოკრატია, რატო გვჭირდება განვითარებული სოციალური გარემო? რა თქმა უნდა, იმიტომ გვჭირდება ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ჩვენთვის არის ეს მნიშვნელოვანი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რატო გვჭირდება ევროკავშირის წევრობა? იმიტომ გვჭირდება, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც არის დემოკრატია, სადაც არის განვითარებული სოციალური გარემო, სადაც არის კეთილდღეობა და რატომ არ გვჭირდება რუსეთთან ესეთი ღრმა ურთიერთობა? მე ხარფეს ვამბობ, ხა რუსეთის ნაწილი შეიძლება ვიღაცა ოცნებობს ან რაღაცა ახალი საბჭოთა კავშირი, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი, რატო? იმიტომ რომ არ არის იქ არც კეთილდღეობა, არც ადამიანის პატივისცემა,
არც სხვა შორის ტრადიციების პატივისცემა, რომელსაც ასე ვთქვათ, ხანდახან აბრალებენ ხოლმე, ხო, რუსეთს. არ არის ცივილიზაცია, ეს არ არის ცივილიზაცია. ამიტომ არის ეს ხაზი ესეთი კაფიო და ვისთვისაც ეს ხაზი არ არის კაფიო, იმისთვის არჩევანი გასაგებია, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ვიღაცა ანგრევს დემოკრატიას, ბუნებრივია, აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გზას უხსნის სწორედ იმ ჯურღმულისკენ, რასაც დღევანდელი რუსეთი ქვია. ბადოლაშა, სხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებსაც რომ გადავხედოთ და ახლა ცოტა დრო 8 პოლიტიკოსის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესაც დაუთმოთ. ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში არიან დადანაშაულებული წამყვანი ოპოზიციონერი ლიდერები, ლამის ყველა ოპოზიციონერი ფიგურა. გითხარით შესაბამისად თქვენი პოზიცია, რატომ ჩამოკიდა თქვენი აზრით ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ოპონენტების თავზე კიდევ ერთი საქმე და მეორე მხრივ რატომ არ ანაღლებს ხელისუფლებას შეფასებები, რაც ამ ამბავს ახლავს შეფასებები, რომ ეს ყველაფერი არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა. იცით, ძალიან ბევრჯერ ვთქვით ამ პროცესზე, ეს არის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ოპონენტების მოსპობისკენ და საკუთარი ძალაუფლების გამყარებისკენ და გამტკიცებისკენ ნებისმიერ ფასად, მათ შორის ოპონენტების ფასად, მათ შორის საკუთარი ზოგჯერ მომხრეების ფასადაც კი და რაც მთავარია საკუთარი ქვეყნის ფასად. საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ფასად ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება, აი რა მაგალითიც თქვენ მოიყვანეს, სწორედ ამ კონტექსტში შეგვიძლია ჩვენ გამიხილოთ. დანარჩენი თქო მეორე კითხვა უკაცრავად. ანუ არ ანერვიულებს, არ აღელვებს რა შეფასებები მიეცემა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ პარტნიორების მხრიდან, აი იმ ქმედებებს, იმ ნაბიჯებს, რასაც ქართული ოცნების მხრიდან აქვს. უკაცრავად უცბად ასე ვთქვათ, გამორჩენილი ნაწილი თქვენ კითხვის, მე მგონია რომ აღელვებს. უბრალოდ მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ზიანი, ანუ აქედან უფრო მეც სიკეთეს. რაში ჩანს მაშინ რომ აღელვებს, იმიტომ რომ ჩანს შეუძლებელი არ აღელვებდეს. იმ ნაბიჯების გადადგმას რაც შეუძლებელი არ აღელვებდეს. იმიტომ რომ გადაიმტერო ნახევარი მსოფლიო უნდა გაღელვებდეს და დღეს ამათ მოახერხეს რომ ნახევარი მსოფლიო გადაიკიდეს და გადაინტერეს. მაგრამ საკუთარი ძალაუფლების ასე ვთქვათ ინტერესი უფრო მეტია თქვა, ამიტომ გითხარით რომ მათთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ისინი არიან შენიღბულები ვითომ და რაღაცა სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნავენ, ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობენ, დღე-დღე ათენებენ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად არის ის, რომ ისინი ფიქრობენ საკუთარ ძალაუფლებაზე, საკუთარ ინტერესებზე და არ აინტერესებთ დანარჩენი არაფერი. მათ შორის უფრო სხვა როგორ უყურებს მათ. კეთილი, ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა უპასუხოს ოპოზიციურმა სპექტრმა იმ ნაბიჯებს, რასაც ქართული ოცნება უშუალოდ მათ წინააღმდეგ დგამს და ზოგადად როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, რამაც ქვეყანა ბევრი თვალსაზრისით დახია უკან. ლეგიტიმური გგონიათ თუ არა კითხვა, რას აკეთებს ოპოზიცია და რამდენად საკმარისია ის, რასაც დღეს მათი მხრიდან ვხედავთ. ერთი შეხედვით ასეთი პასიური ოპოზიციური სპექტრი ფაქტობრივად არასდროს ყოფილა. რა გგონიათ ამის მიზეზი? ესეთ ბევრჯერ დამარცხდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს გულისხმობ ცხადია, და ერთიანობაში გულისხმობ ამას. და ამან გამოიწვია მე ვფიქრობ მათ შორის გარკვეული ფრუსტრაცია. რატო დამარცხდნენ, იყო თუ არა მათი მიზეზით ის მარცხი, რომელიც განიცადეს და უნდა ვთქვათ, რომ იყო ეს მარცხი. რა თქმა უნდა, მათი მიზეზიც იყო გარკვეული ობიექტური მიზეზებიც, რომელიც მათ ხელთ არ იყო და ამიტომაც დამარცხდნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ მეტი შეეძლოთ.
და აი როდესაც დღეს საუბრობთ ამ გაერთიანებაზე, ან რა უნდა გააკეთონ, რა თქმა უნდა. აი რა იყო შეცდომები თქვენი აზრით ესეც გაითვალისწინონ, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად ის შეცდომები, ასე უნდა გაითვალისწინოს რეალობა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ და შესაბამისად უნდა იმოქმედონ. ეხლა შეცდომები ბევრი საუბარი შეიძლება ამის საუბარზე, თუმცა მე ძირითადად შეცდომები იყო ერთად ბრძოლაზე უარის თქმა და შესაბამისად ცალ-ცალკე გასვლა თუ არა და შესაბამისად დღეს რას უნდა აკეთებდნენ, რა გეგმაზე უნდა კონცენტრირდნენ. იცით, ლელა, ალბათ ძირითად საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეთ. პირველი უნდა რაც შესაძლებელია უნდა გაერთიანონ თავის რესურსები და მოხდეს კონსოლიდაცია. წინაჯერზე მე გითხარით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ იქნება, ვთქვათ, ერთი ინსტიტუტი, პირდაპირ ნიშნავთ, ან ერთი პარტია, ან შეიძლება არსებობდეს გარკვეული თანაარსებობის ფორმულა, რომელიც არ გულისხმობს სიმეტრიულობას. შეიძლება ეს იყოს ასიმეტრიული, ვიღაცა უფრო ახლო იყოს, ვიღაცა შედარებით შორს აი ამ ბირთვისგან, თუმცა თამაშის წესებზე აუცილებლად უნდა შეთანხმდე. რას გულისხმობ? პირველი არ უნდა უყურონ და არ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ისინი არიან იმ დონით დაპირისპირება, როგორც იყვნენ წინა შემთხვევებში, როდესაც ლამის მოღალატება და მტრებად აცხადებდნენ ერთმანეთს. ხო, ვიცით ეს მაგალითები ხა გახსენება არ გეს და ეს უნდა დასრულდეს. თუ ესე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ისინი განწირულები იქნებიან მარცხის. მეორე საკითხი უნდა კონდეთ საერთო გასაგები პლატფორმა, ეს არ არის მარტო ერთი წინადადება, რომ მოდი ესენი შევცვალოთ. რა გინდა? აი ძირითადი მიმართულებები მაინც უნდა იყოს, როგორ ხედავენ რაღაცა. მაგალითად, აი განათლების რეფორმა დღეს ძალიან სერიოზული წვავე საკითხი ანგრევენ ამ სისტემას და აი აქ მათი მკაფიო ხედვა არის საჭირო. ასეთ საკითხებზე უნდა იყოს მეტნაკლები ერთიანობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რა არის, იცი? მათი მთავარი შეცდომა არ უნდა გამეორდეს. ისინი ხალხთან არ მუშაობდნენ. მაგალითად, არჩევნების პროცესში ჩვენი თვალით აქვს ნანახი, ისინი არ აქტიურობდნენ მოქალაქეებთან, უშუალო კონტაქტში არ იყვნენ, უშუალოდ არ ელაპარაკებოდნენ. ეს უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დამარცხდებიან. მათ უნდა იარონ სოფლებში, ქალაქებში და უნდა იარონ მარტო სიარულიც არ არის საკმარისი. ისინი უნდა ჩავიდნენ იქ ძალიან კონკრეტული წინადადებით, იდეით, საზოგადოება უნდა დაიჯეროს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც მათზე იზრუნებს, მათთვის მისაღებები უნდა გახდნენ. ხიდები უნდა ააშენონ საზოგადოებას. აი ამისი პოტენციალი ჩემი აზრით არსებობს, ბევრს არ ჯერა, მაგრამ პირდაპირ თქვათ, რომ ამბობენ, რომ ახლა არ ჯერა ბევრი მიზეზის გამო, რომ არიან ზოგისთვის ზარმაცი, ზოგისთვის ის, ზოგისთვის ეს, მაგრამ პოლიტიკა უნდა შეცვალონ, უნდა შემოიყვანონ პოლიტიკური პროცესი და ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მარტო ტელევიზორში არ უნდა ჩამდე, მარტო სკამზე არ უნდა იჯდე და არ უნდა ლაპარაკობდე. აი ამას თუ შეძლებენ, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეცვლის ქვეყანაში და შანსს გაუჩენს ამ ქვეყანას, რომ გამოძვრენ აი ამ რთული ვითარებიდან. და თქვენ იკითხეთ, რომ თუ სწორედ გავიგე, ერთ-ერთი კითხვა, წინა კითხვა იყო, როგორ ხედავთ ამ ოპოზიციის როლს? ასე ვხედავთ, თუ ოპოზიცია არ შეიქმნა, ვერაფრით ვერ მოხერხდება პოლიტიკის დაბრუნება, იმიტომ რომ ქუჩა გასაგებია, ეს არის პროტესტი, მოქალაქე გასაგებია, ეს არის პროტესტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი გასაგებია, პროფესორი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პოლიტიკას ქმნიან პოლიტიკოსები. საბოლოო ჯამში და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ გაერთიანებული ძირითადად პარტიებში. წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ინსტიტუციები ვრჩებდება. წინააღმდეგობა გაგრძელდეს და რაღაცა ისეთი სახე მიიღოს, რომ მას შედეგი მოჰყვეს, ამბობთ, რომ ამას სჭირდება პოლიტიკურ პროცესში გადაზრდა. შედეგში მეგულისხმობ ცვლილებას, ხელისუფლების ცვლილებას, რომ წინააღმდეგს, თუმცა ეხლა ის რაც დღეს არის, როცა ქუჩა ესე აქტიურია, რა თქმა უნდა, ესე შედეგს იძლევა. ეს იძლევა შედეგს, რომ საქართველოს ცოცხალია და არ ეგუება აი ამ სიგიჟეს. მაგრამ ამას სჭირდება გვირგვინი და პოლიტიკური პარტიების გარეშე ჯანსაღი სწორი პოლიტიკური პარტიების გარეშე ძალიან
წარმოუდგენელია, ფაქტობრივად შეუძლებელია რამე შეცვალო, რეალურად შეცვალო ქვეყანაში. ამიტომ მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ეხლა გააკეთოს, ეხლა დღეს გადადგას სწორი ნაბიჯები, იმიტომ რომ ქვეყანას ეს სჭირდება. მათ ეს უნდა გააცნობიერონ და ის ვინც შედის ამ ბრძოლაში, მათ ეს უნდა იცოდეს, რომ ეს არის დღეს საქართველოს სჭირდება ნორმალური პოლიტიკური ბადალაშა, მინდა რომ ბოლო კითხვის დასმა მოვასწრო კიდევ ერთ თემაზე და ამით დაგემშვიდობებით დებატებზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. მე თქო რომ რამდენიმე ეთერი უკვე შედგა როგორც რუსთავი ორის ისე იმედის ეთერში. რასაც უკვე ჩავლილი ეთერები და გამართული დებატები, თქვენი აზრით ქართულ ოცნებას აქვს თუ არა რეალური დისკუსიის გახსნის, ასე ვთქვათ, სურვილი მნიშვნელოვან საკითხებზე და შესაბამისად ეს შანსი ოპოზიციამაც, სამოქალაქო საზოგადოებამაც თუ სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა ხომ არ უნდა გამოიყენო? ხო, ძალიან რთული კითხვაა და შევეცდები გავცე პასუხი. აი მაგალითად ბოლო დებატები, რასაც მე უყურე, ამ დებატმა აჩვენა ის, რომ მომზადებული ოპონენტი, ხო, იგებს, აი მაგალითად კუპაშვილი, აი ნათია, გიანოდია და სხვები რომ იყვნენ. აქ მათ ჰქონდათ და სხვებსაც ჰქონდათ ძალიან მყარი და ზუსტი არგუმენტაცია. მე გამიჩნდა, განცდა, რომ ეს დებატი წააგო იმ ძალამ, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, იმიტომ რომ იმდენი არგუმენტი ითქვა, იმდენი ფაქტი ითქვა, იმდენი შეფასება გაკეთდა, რომ აზედაც პასუხები არ აქვს და ვერც ექნებათ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ასეთ დებატშიც კი, სადაც წესები ჩემი აზრით სწორი არა, აი მაგალითად, რატომ უნდა იწყებდეს ყველა დებატს ხელისუფლება და ამთავრებდეს ხელისუფლება. ეს სადაური წესია. ეს იქ რა, პიონერთა ბანაკში ვარ და პიონერ ხელმძღვანელი მოდის, დირექტორი მოდის და ეს გელა რა წესია ეს, რა ფორმა. ასევე კითხვა ჩდება სხვა შორის მიუხედავად იმისა, რომ მე გითხარით, რომ მომზადებული ოპონენტი უგებს, მაგრამ კითხვა ჩდება, რომ თუ თქვენ მართლა გინდათ რეალურად დებატები ქვეყანაში, რატო არ მიდიხართ იმ ტელევიზიებში, რომელსაც ვერ აკონტროლ? აი თქვენთან რატო არ მოდიან? რატომ არ შემოდიან ამ დებატებში? თქვენ ხო არც პარტიული ტელევიზია ხართ, თქვენ ხართ რეალურად დამოუკიდებელი ტელევიზია ხო? თქვენთან რატო არ მოდიან სადებატოდ? და რატომ ჯდებიან, სადაც კომფორტულად არის? რა ვფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და ამის დავასრულოთ? ეშინიათ, თქვენთან არ მოვლენ, თო ეშინიათ. და თუ ესეთი მაგრები არიან, გახსნან ფანჯარა, გახსნან, და ყველგან მივიდნენ. რატო არ მიდიან? და თუ მართლა უნდათ რაღაცა შეცვალონ ამ მიმართულებით, ამიტომ მეპარება მეჭვირო მათ რაღაც სხვა მიზნები აქვთ, გასაგებია, მაგრამ იმ მიზნებშიც აგებენ, იმდენად აქვთ გაფუჭებული სიტუაცია. მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ. იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, ლაშა ტუღუშს ვემშვიდობებით, დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია, შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.